ეხლა ჩვენ ვიყოფებით სოფლის მეურნეობის იმ ბაზაზე, სადაც განთავსებული არის ტექნიკა, სადაც განთავსებული არის ის ნაგებობები, სადაც იცლება ხორბალი, სადაც არის სახელოსნოები, სადაც არის საწყობი და ეხლა თქვენ ხედავთ, აი 11 კომბაინი დგას, ეს არის როსტელმაშის გამოშვებული კომბაინები, ნახეთ, ამით იღებენ ხორბალს, ამით მუშაობენ ველებზე, რამხელა სიმძლავრის არის და აი ესეც არ ყოფნის როგორც მე ვიცი, იმიტომ რომ რეალურად ეს არის იმხელა 6000 ჰექტარ მიწას ეს არ ყოფნის, მაგრამ ეს ძირითადი მაინც გამწევი ძალა არის. ბატონო ვიქტორ, აი ხა გითხარით აი ამის შესახებ, ეს ყველაფერი თქვენი საკუთრებაშია, ხო? ყველაფერი საკუთრებაშია. დიახ, და ეს ეტაპობრივად მოახერხეთ ამათი შესყიდვა თუ როგორ ეტაპობებით? აჰა. ეს წელიწადში 2 კომბაინი ვიყიდეთ, მე კიდევ ვიყიდეთ, რომ საკმაოდ ისეთი ძვირადღირებული არის ეს ყველაფერი. თითო კომბაინი რა არის მაგალითად, აი რო წარმოდგენა რო გქონდეს. ეხლა გაძვირდა, მაგალითად 20 მილიონამდეა და ადრე იაფათყიდულობდი. ეხლა მილიონი, 2 მილიონი. გაძვირდა. და ეს 11 ყოფრით ამ 6000? არა ყოფნის. ქირავთ. 6-7 კომბაინს ქირავთ. ძალიან დიდი სიმძლავრე. იმიტომ უბორკას პატარა სროგი აქვს და იმ სროგებში უნდა ჩავეტიოთ, რომ არ გაგვიფუჭდეს ხორბალი და სხვა ისენი მოსავალი რაც აქვს. აქ არის მე საშუალება რომ იქირავოთ? მოდიან, კრასნოდარიკაიდანაც მოდიან კომბაინები, კაბარდონან, ოსეთიდან გამოდიან კომბაინები და ყველას ეხავ კომბაინები და აქ ჩვენთან ყველაზე ადრე იწყება უბორკა. და ყველა ჩვენთან გამოვიდა ჩვენ რაიონში. რომ აქ დაიმუშავებენ ფულს, მე მიდიან იქით, სტავოპოლისკე და მე კიდე მიდიან რუსეთში. ვარონეჟი და ბელგოროდში მიდიან. და ეხა პრობლემა ხო არა გაქვთ რომ რამე გაფუჭდეს ნაწილები ყველაფერი? ყველაფერი არის, ყველაფერი როსტოვთან გვაქვს ხელშეკრულება და იქიდან გვიზონიან ყველა ნაწილს. ეხა მე მინდა რომ წარმოგიდგინოთ ბატონი ვიქტორის ძმა, ბატონი ვალიკო, მოგესალმებით ბატონო ვალიკო, ნამდვილი ქართველი, ასევე მარჯვენა ხელი ბატონი ვიქტორის ძმები, აი ესე რომ კარგად მუშაობენ, არის ყველაზე უფრო სასიხარულო და მინდა რომ თქვენ შესახებაც ვიკითხოთ ბატონო ვალიკო, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენც ფაქტობრივად ჩართული ხართ ამ პროცესებში, ველად გადიხართ, მუშაობთ და თქვენ ძმასთან ერთად ფაქტობრივად დიდ როლს ასრულებთ ამ მეურნეობის განვითარებაში. მეტი წელი კომბაინებთან მე ნავარ მინდორშია. ნაწილი რამ დაიჭირდება, მოტანა რას მე უნდა, რაც რამ დაგჭირდება, ვეცდებით რომ ჩქარჩქარი სამექო მოტანოთ ნაწილი გავარემონტოთ, რომ ჩქარ გავიდეს კომბაინი, როგორც კომბაინი კარგა იმუშავებს, ეგეთ ცოტა დავკარგოთ ხორბალს ჩვენა. ბერს ავიღებთ. დიახ. და ნაწილებში აიმებში პრობლემები არა გვაქვს ჩვენა. აი საწყობები გვაქვს, ჩვენ საწყობებში ვყიდულობთ ადრევე ნაწილებს, რაც გვინდა მუშები გვაძლევთ ჩვენ ქაღალდებსა, ვის რა ნაწილი სჭირდება. მე ჩვენ რასტოვში უკაზე სამექნე თავად მაქვს ნაწილები უჟე. ადრე ჩვენ დავდიოდით, ჩამომქონდა. ეხლა თვითონ მაქვს. რასაც დაუგზაკაზეთ და რაც ნაწილი სჭირდებათ, ურიგებთ, არემონტებენ და კიდევ ვინახავთ ნაწილებსა. თქვენი ძმასავით აქ 21 წლიდან თქვენ მშობლებთან ერთად რო ჩამოვიდნენ, ანუ დიდი ხანია, რამ უკვე წლები არის, რაც აქ ხართ, ხო? თავიდან ვარ პირველიდან როგორც დაბადებული. ოჯახობა როგორ არის შვილები? ქალვაჟი მყავს. სამი შვილი მყავს. 2 ბიჭი, 1 გოგო. მეც მაგაგიზა. და თქვენს ამ ფირმაში მუშაობთ? ხო. ამ არაგვის ფირმაში. აი ხა ეს ბატონო ვიქტორ, მაინტერესებს, აი ამ ხელა რაღაცის გაკეთება. ეს ეხლა ეს შენობა ნაგებობებიც აქ არის განთავსებული და ნახავთ ამ ყველაფერს. როგორ მოახერხეთ? ეს თქვენი აშენებულია თუ აქ საბჭოთა მეურნეობა იყო თავის დროზე თუ როგორ იყო ეს ყველაფერი? ყველაფერი ჩვენი აშენებული, აქ არაფერი არ იყო, ცარიელ ადგილი იყო. აქ ცარიელ მინდორი იყო, რომ მოედით აქ. დიახ. იქ გავაშენეთ. მე იქ აღარ ყოფნიდა და სანდა ბიზნესი რო გაიზარდა ჩვენი. ეს საწყობები ხორბლის აქ ეს არის რა? ეს ხორბლისის არის საწყობია, აქ ვალაგებთ ხორბალს. აქ ყოფნის ეს ადგილი? კიდევ გვაქვს, იქითაც აგვაქვს კიდევ საწყობი. ანუ ასეთი რამდენი საწყობი გაქვთ კიდე? 8 საწყობია. აი ამ ხელა მასშტაბის არის. აი აქითაც არის ტრაქტორები კიდე, ხო, ეს რისი ტრაქტორები არის? ეგეც ვამუშავეთ მინდორში, მთელი ტექნიკა იქ სხვა ბაზაზე მყავს. კიდევ ერთი ბრიგადა მაქვს, აქედან არ არის შორი.
აი მინდა რომ ვანახოთ, აი ეს ამ ტერიტორიაზეც არის აგერ კიდე ტრაქტორები, ხო? აი აქ. აქ ჩვენი ტერიტორია ეს ყველაფერი საკუთრობა. ეს აქ რა არის, აი ამ ადგილას? აქ არის სეპარატორი დგას დიდი სეპარატორები, რომელიც წმენდავენ ხორბალსა, კერსა, რაფსა და ყველა კულტურას, რასაც ჩვენ თესავთ, ამაზე წმენდავს და მე მიგვაქვს საწყობში. აჰა. აი ეს შენობა აქ კიდევ რემონტი ბაზა, აქ ვარემონტებთ ტრაქტორებს, მანქანებს, აქ ყველაფერი რემონტი მიდის აქ პირდაპირ. აჰა. ანიმან. ძალიან მასშტაბურია ეს ყველაფერი და აი ეს ეთი ეზო კიდე გაქვთ თქვენ აი ესეთი ამდაგვარი ამ კი იქით მეორე ეზოში იქით მანქანებია. რანერი მანქანები. კამაზები ყავს. დაიწყენ 0-დან. საერთოდ აფერი არ პარტიალი მინდორი იყო აქ. ხო. ვა, ესე იგი აქ მარტო ეხა ჩვენ რო დავითვალოთ, ალბათ ერთი 100 მილიონის ინვესტიცია ჩაიდებოდა რა. მეტი კიდევ. არის ძალიან მასშტაბური პროექტი და აქ უამრავი ადამიანი ალბათ დასაქმებული, ეხა იმიტომ რომ აქ მძღოლები გჭირდებათ, კომბაინებზე გჭირდებათ ხელოსნები. ძირითადად ეს რუსები ყავთ ადგილობრივები დასაქმებული თუ ქართველები ყოფნით ამ ყველაფერს. ხო არა, რუსებიც აყვავ, ქართველებიც აყვავს, სომხებიც აყვავ. ისე როგორი ეს არის მუშახელი, თქვენც რო ჩავერთოთ. აი როგორ მუშაობენ, აი. Дуже ранტიიცეცადი არიან ესა მუშაობ. დიახ. კაი მუშები არიან. აჰა, ადგილობრივები. ანუ აი რა მინდა იცი რომ მოვდიოდით. ბატონი, აი თქვენი კოლეგის შვილი არის, გიორგი კაცაშვილი მეუბნებოდა რომ აი რომ მოვდიოდით, რომ ცოტა ის არის, იმდენი ბევრი წავიდაო ისაო და ცოტა კადრებიც გვიჭირსო თუ რაღაცაო და არის ეგეთი მომენტი. არის მომენტი არის. ანუ კადრების პრობლემაც გაქვთ, ხო? გვაქვს კადრების პრობლემა ძალიან დიდი. იმიტომ რომ ეხლა ყველა უკრაინაში გადავიდა, იქ მუშაობენ ძირითადად. აი ეს ტრაქტორებიც ვანახოთ აგერ, აი. ესეც კომბაინებია, ხო? აი რა. ხო. ეგეც კომბაინებია. ეს ძირითადად რუსული კომბაინები არის? ყველაფერი რასოვისა. ხო. აჰა. ეს რეები, აი აქ რაღაც ტრაქტორები რო არის, ესენი ისა რო მინდორს სარწყავია. მინდორს წამალი შაგვაკამით. აჰა. აი ეს შენობა რა არის? აი აგერეთ, აი ეს რა შენობა? ესაც საწყობია. ის ჩვენი ოფისია იქით. აჰა. ეგ ოფისია ჩვენი. ასე. კიდევ ორსართულიანი ის ლაბორატორია. ის აი ეს თეთრი შენობა, ხო? ლაბორატორია, მანქანები შემოდიან, ანალიზს ღებულობენ მანდა. აჰა. და მანდა რეცხავენ იმას. აი ეს რა არის, ბატონო? აქ ნაწილები გვაქვს საწყობია. საწყობია ნაწილები. ის კომბაინის ნაწილები აქ ვინახავთ ჩვენს. აი ეს დიდი შენობა რო არის? მან ვარემონტებთ. ის რა არის მართლა ის შენობა ის თეთრი? ისაც საწყობია. ეს ისი საწყობია. ხო. ხორბალი. ხორბალის. არის სოფანის მათ შეგვაქვს. აჰა, ხორბალის საწყობია. გასაგებია. და რა მაინტერესებს იცით? აი ხა ამდენი საწყობი, ამდენი ისა ზაგმა ის არის, რა ქვია, ყველაფერი საკმაოდ მასშტაბური არის ეს ყველაფერი და ეს ახლა კიდე უნდა განავითაროთ, აქ თუ უკვე თქვენ ეს რაც გაქვთ გაკეთებული, ეს არის საკმაოდ, ანუ რას ვამბობთ, საწყობები, კიდე რაღაცა რამე ლაბორატორიული რაღაც არის გვაქვს კიდე რაღაც. გეგმაში. მაგალითად, აი წიწვილი გვინდა გავადიდოთ. 60 ტონიანი წიწვილი გვაქვს, ახლა გვინდა გავაკეთოთ 150-იანი. დიახ. ხო. მე კიდე იქ მიწები გვინდა დავუმატოთ კიდე მიწები. არის ის შოულობა რომ დავამატოთ მიწები. კი ბატონო. თავარი ეგ არის პრობლემა რომ მუშა ხალხი არ ყოფნის. აი ეს არის დიდი პრობლემა. მართლა ხო? ხო. და რა მაინტერესებს აი ეხა ეს მუშახელიო რო იძახით, ეხა მეს რო ეთერში გავა რო იცოდეთ, შეიძლება საქართველოსთან დაგიკავშირდეთ ძალიან ბევრი მუშაობის სურვილი გამოთქვა და თქვენ შეგიძლიათ რომ აი თქვა შესთავაზოთ მათ მუშაობა? კი, თუ საბუთები გქონდეს ყველაფერი და შეგვიძლია, თუ საბუთები აქვს. მე მინდა ეხა მეგობრებო, ძალიან საინტერესო რაღაცა ითქვა აქ აი ამ გადაცემაში, რომ ჩვენთან არის უმუშევრობის პრობლემა. ამ ევროპაში რომ მიდიხართ რაღაცა ვიღაცის ერთი ადგილის საწმედად, აგერ ჩამოდით ქართველი ხალხი არის. ყველანაირად ხელს შეგიწევთ. და ჩამოდით ეხლა შეიძლება მილიონებს ვერავინ ვერ დაკპირდეთ აქ ეხა, იმიტომ რომ ისეთი პროფესიები არის, რომ მაგრამ ნორმალური ხელფასი იქნება შემოთავაზებული, ქართველ ხალხთან იმუშავებთ, საქართველოში იქნებით ფაქტობრივად 2 საათში ხარ აქა საქართველოსთან 3 საათში, ხო? ისა სასტუმრო გვაქვს ჩვენი, მუშები შეგვიძლია დავასახლოთ. კიდე ოჯახები წამოვიდნენ დავასახლეთ. რაც ლაბაზი. 3-4 ოჯახს დავასახლეთ.
თქვენ გენაცვალეთ, აი მარტო ამიტომ ხირდა აქ ჩამოსვლა ჩემი რა. ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთო სამუშაო ადგილებში ჩემი აქ ჩამოსვლით სამუშაო ადგილები შეიქმნება ქართველებისათვის რა და რო იძახიან ისაო ვიზებს გაგვიუქმებს ევროპაო გაგვიუქმოს თავშიც გაუხლიათ გაიკეთოთ ისე ვიზები უკან რა აგერ ჩამოხვალ არც ვიზა გჭირდებათ არც არაფერი უვიზებოთ მოდიხართ და მუშაობთ აგერ საქართველოში ხართ ფაქტობრივად რა 2 საათში ხართ აქ ქვეყანაში რა აი ეს საწყობი არის თქვენ აი ეგ მეორე კარები აქ არის ისა თორნე აჰა ისა მწყობელი არ ამყავს ქართულ ლავაში გამოუშვეს ყველაფერი არის იქა და არ ამყავს გასლებანა და ქართველები ხო ცხოვრობენ აქა და ნუ არ უნდათ მუშაობა ვერ გამადის არ უნდათ რა არიციან ეს პროფესია ვერ გამოდის როგორც გასა აჰა აი აქ არის ისა რა ქვია ეს საწყობია მან კიდევ რაფსი ეს მანქანები იმაზე მუშაობენ ხო? ეს მანქანებიც ჩვენიაო. გასაგები. საკმაოდ მასშტაბური არის ყველაფერი. აი ხა რო უყურებ, აი გულს უხარია მარტო რა, რომ აი ამ ყველაფერს ხედავ რა, იმიტომ რომ ეს არის მართლა დაუღალავი შრომის შედეგი. ახლა ვიღაცას გონია ეხლა ჩამოხვედით და უცბად. რამდენი ხანი დაგჭირდა თქვენ რომ აი ამისთვის მიგეღწიათ ეხლა რაც გავთ. აქ მე მუშაობ 40 წელია ეს ფირმა არის. 40 წლიანი მუშაობი. აი ეს როდის დადეთ ეს შედეგი ახლა რაც გავთ აი რა რამდენი ხანი დაგჭირდათ. აი ეს ბაზა ეს ყველაფერი. ერთი 5-6 წელი დაგჭირდა. გასაგები. 5-6 წელიც არ არის ახლა ბევრი პრინციპში. ანუ ესე იგი თავიდანვე კარგად დაიწყეთ თქვენ მუშაობა და ამიტომაც მიიღეთ ეს შედეგი. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. აღტაცებული ვარ. თქვენ რომლიდან იწყებთ მუშაობას ყოველდღიურად საფხულიდან? და პუდე 5 საათი. მოდივარ და 6 საათი პლანერ გვეწყობა და გადივარ მუზეუმში. 5 საათი. ხო, აი ვიღაცას გონია იოლი ახლა აქ დააჯდები, წამოშკუბდები აქა ფეხი-ფეხზე გადაიდებ, გონია ეგრე და 5 საათი, დილის 5 საათიდან რომლამდე მუშაობთ? 11-12 საათად ის. ტექნიკას გავაჩერეთ, ხალხს მივრეკავთ. უბორკა ეგ ერთი თვე ძალიან დაძაგული გვაქვს. აჰა. სანამ უბორკა მიდის აქ დიახ. მალე უნდა დავიღოთ ან წვიმა ან სეტყვა არ გაგვიფუჭოს ეს მოსავალი. ეს მანქანები მუშაობენ ხორბლის აღებაზე, ხო, რამდენადაც მე ვიცი. მაგრამ ესეც ნაწილია 1 2 3 4 5 6 ერთი 10 მანქანა დგას აქ, ხო? იქ კიდევ იქ ბრიგადაზე ხო კიდევ სხვა მანქანები. აჰა, ამით იღებთ მოსავალს. ამით იღებთ ხო. აჰა. მოსავალს ამით მე რომ თესავთ ის ვიყენებთ ამ მანქანებს. აჰა, გასაგები. სათესი მატერიალი ამით გავაქვს ყველაფერი. ძალიან მაგარი. ეს ასეთი რამდენი ყავთ კიდე ესეთი მანქანა? 10 კამაზი ყავს. აჰა. ეს რა არის ეს რა ტერიტორია? ციცხვილია იქ აქაც ციცხვილია იქ. აქაც ეს ხორბალს იბაშვები დამუშავებ. ხო, მათ ხორბალს ვყავთ ხვილზე. აქაც კიდევ მე ეს თქვენ რო ხორბალს იღებს ყველას თუ ხორბლად იყედებთ ანუ იდარჩურებთ ზოგსა ვქავთ ზოგი ხორბლად ის ხორბა ეგევე ვყიდით ხორბალს ზოგი ერთ რომელიც სათესლია იმას ვასუფთავებ და ცალკე ვიყენებთ სათესად შემოდგომითო დავთესოთ გასაგები აი ხა ჩვენ ვიყოფებით მინდვრებში სადაც ეს თქვენი მინდვრები არის ხო ამას ამუშავებთ აი ხა ეს არის მომზადებული უკვე გაზაფხულისთვის არა ეს გაზაფხულისთვის არ გამზადებული გაზაფხულისთვის გაზაფხულზე დაითესება აი ეს გაზაფხულისთვის უკვე აქ დაითესება ეს ყველაფერი ეს არის რა ნაწილი მიწის თქვენ რაც აგაქვთ ხო ეს რამხელა კომბაინია კაცო ეს ტრაქტორია ეს ტრაქტორია შეხედეთ რამხელა ესეთი რამდენი ყავთ 2 ხო 2 ესეთი რამხელა ეს არის ეს ვისი გამოშვება არის ამერიკული ეს ამერიკულია ვახეთ რამხელა ის არის რა ძალიან მაგარი არის რა ამაზე ტრაქტორისტი მყავს ქართველი ბიჭი და ესეც ვანახოთ ეს ობიექტები ესენი რა არის აი აქ აქ სარემონტო ბაზა ეს მეორე ბაზა მაქვს სარემონტო აქ ეხლა ჩვენ სხვა ტერიტორიაზე ვართ უკვე წობოში ეს ბრიგადაა ჩვენ აქ ვარემონტებ ტრაქტორებს თელ ტრაქტორები ახლა შიგარიან დიდი ტრაქტორები იქ მიდის დიდი რემონტი ის საწყობები არიან იქაც რაფსი ლიონი ხორბალი კერი აქ და ის არის კიდევ შეიძლება რომ შევიდეთ პაკეტილია ეს სადა ამაში ტრაქტორში პაკეტილი იქნება მგონი აინტერესებს ერთი მაგარი ის არის რა არ არის პაკეტი ხო
ძალიან მაგარი არის. და ეს ეხლა მე რომ ამერიკიდან შემოიყვანეთ ესა. კი. და ეხლა პრობლემა ხო არ არის დასანქცირების ამბავში და რაღაცის თემაში. პრობლემა ნაწილებშია. მაგრამ მაინც ახერხებ შემოტა. ვახერხებ ხოლმე. ძალიან მაგარი არის. აი ხა ამითი კაი ტექნიკაა. კაი ძალიან მშვენიერი მან ჟოსტიკი და ყველაფერი ნავიგაცია უხენია ნავიგაცია და ყველაფერს მან გიჩვენებს. აი ამ კაცს ყავს ეს დიდი კომბაინი. თქვენი სახელი და გვარი? ნათობიშვილი. ნათობიშვილი? იურა. არ გიჭირთ ამ ხელა იმის წაყვანა კომბაინის? არ მიჭირს. ამერიკული კომბაინი. რა ქვია? John Deere. და ერთ დღეში რამდენს ამუშავებთ ამით? 100-მდე მილის. 100-მდე, ხო? გექტარი. ძალიან მაგარი. აი ესე ერთ დღეში 100 ჰექტარს ამუშავებთ, ხო? ძალიან დიდი ხანია ცხოვრობთ აქეთ. ხო, აქ დაიბადე. აქ დაიბადე. აქ შვილები რამდენი ყავს? ერთი ბავა. ძოლშვილი. ბევრი უნდა ყავდეს, ბევრი ქართველები რო გავა. საიდან ახარ ის? აქედან. აჰა, გასაგები. იონოვკიდან არის. ივანოვკიდან, ხო? ქართველები სადაც არის? ხო. აბა წარმატებები და გაიხარე. ბატონო ვიქტორ, აი ეს არის სოფელი ივანოვკა. აი აქ ეხა იყო ქართული მოსახლეობა ძირითადად და ეხლა როგორც მე ვიცი, ისინი გადმოვიდნენ კურსკეში, ხო? კურსკეში, რაიგან სენსა.